Salmebit, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები, რომლებიც ამავდროულად ვერთიანდებით სამართლებრივი დახმარების ქსელში და უწევთ სამართლებრივ დახმარებას აქციების დროს დაკავებულ და დაზარალებულ ადამიანებს, დღეს წარმოგიდგენთ განცხადებას, რომელიც შეეხება მიმდინარე დემონსტრაციებისას დაკავებული პირებისთვის სხვადასხვა ნივთის, მათ მფლობელობასა და საკუთრებაში არსებული სხვადასხვა ნივთის ჩამორთმევის მისაკუთრების უკანონო პრაქტიკას, როგორც იცით, ჩვენ ამ დღეების განმავლობაში მთელი თითქმის ერთი თვის განმავლობაში სამართლებრივ დახმარებას უწევთ 400-ზე მეტ პირს, რომლებიც სხვადასხვა დროს დააკავეს და დაკავებული ადამიანები გარდა იმ უკანონობისა, რომელზეც მანამდეც არაერთხელ გვისაუბრია, იგულისხმება წამების პრაქტიკა, უკანონო დაკავების პრაქტიკა, სასამართლოში სამართლიანი სასამართლოს უფლებით ვერსარგებლობის პრაქტიკა და ასე შემდეგ, ასევე გამოიკვეთა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაც უკავშირდება ნივთების ჩამორთმევის მისაკუთრების უკანონო შემთხვევებს. არასამთავრობო ორგანიზაციების სამართლებრივი დახმარების ქსელის ადვოკატების დაცვის ქვეშ მყოფი არაერთი დაკავებულის ინფორმაციით, დაკავების შემდგომ მათ ჩამოართვეს პირადი ნივთები, მათ შორის ტელეფონები, ყურსასმენები, ლეპტოპი, ჩანთა, სახლის და მანქანის გასაღებები, პირადობის მოწმობები, საფულე და სხვა. ზოგიერთი დაკავებულის განმარტებით, სამართალდამცავები მათ სთხოვდნენ ტელეფონის პაროლს, უარის შემთხვევაში კი ძალადობდნენ მათზე. იყო შემთხვევები, როდესაც მობილური ტელეფონი დაკავებულს ჩამოართვეს განყოფილებაში, თუმცა გათავისუფლებისას ამ პირს არ დაუბრუნეს ნივთები. ნივთების ჩამორთმევაში გარკვეულ შემთხვევაში მონაწილეობდნენ სპეცრაზმის თანამშრომლები და განყოფილებებსა თუ დროებით მოთავსების იზოლატორებში დაკავებულების გადაყვანისას შესაბამისი დოკუმენტაციები, როდესაც ფორმდებოდა, იქ არ იყო აღნიშნული ის ნივთები, რომელიც მათ უკანონოდ და თვითნებურად ჩამოართვეს თუ გადაუყარეს. აღსანიშნავია, რომ უმეტეს დაკავებულს ნივთები არ ჩამორთმევიათ კანონმდებლობით დადგენილი წესით და იგი ცალკეულმა სამართალდამცავებმა კანონსაწინააღმდეგო გზით მიისაკუთრეს ან დაკავებულთა დასჯის მიზნით გადაუყარეს. რათა მათ აღარ ქონოდათ ნივთების დაბრუნების შესაძლებლობა, ზოგიერთი დაზარალებულის განცხადებით, მათ პირადი ნივთები და ტელეფონები ჩამოართვეს სიცოცხლის და ჯანმრთელობისათვის საშიში მუქარით, ზოგ შემთხვევაში კი დაზარალებულებმა შეძლეს მათი ტელეფონის ლოკაციის დადგენა, ეს ლოკაციები ზოგ შემთხვევაში მაგალითად გორში დაფიქსირდა, იყო შემთხვევები, როდესაც ლოკაცია სპეციალური საგამოძიებელია ლოკაცია დადგინდა ისეთ ადმინისტრაციულ შენობებთან, როგორიც არის მაგალითად პარლამენტი და ამის შესახებ დაზარალებულებმა მათ შორის აცნობეს სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს და მოითხოვეს ამ ფაქტებთან დაკავშირებით რეაგირება, თუმცა ამ დრომდე არც ერთი ასეთი ფაქტი არ არის გამოძიებული და ნივთები ამ დრომდე არ უბრუნდებათ დაზარალებულ ადამიანებს. კიდევ ერთხელ უნდა განმარტოთ, რომ არსებობს დაკავებისას ნივთების ჩამორთმევის კანონიერი ფორმები, თუმცა ჩვენ ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ეს ფორმები ამ კანონიერ ჩარჩოებს გაცდა, იყო თვითნებური და არ იყო იმ დოკუმენტების ჩამონათვალში, რომელიც ფორმდება ხოლმე დაკავებისას და ოფიციალურად შემდგომ გათავისუფლების შემდგომ უბრუნდება პირს. ჩვენ ახლა რაზეც ვსაუბრობთ, ეს არის ნივთების ჩამორთმევის თუ წართმევის თუ გადახდის ისეთი შემთხვევები, რომელიც ფურცელზე არ არის დაფიქსირებული და შესაბამისად ადამიანები ამ დრომდე ვერ იბრუნებენ საკუთარ ნივთებს. და ასევე არ აქვთ ინფორმაცია, როდის დაუბრუნდებათ ჩამორთმეული თუ წართმეული ნივთები, ასევე უცნობია გარკვეული ნივთების ადგილსამყოფელი. მნიშვნელოვანია, რომ ცალკეული საქმეების შესაბამისი კვალიფიკაციით ობიექტური გამოძიება ჩატარდეს ამ მიმართულებითაც და პირებს დაუბრუნდეთ საკუთარი ნივთები. ამასთან დაკავშირებით უფრო მეც ისაუბრებენ უშუალოდ ის ადვოკატები, რომლებიც იცავენ დაზარალებულ ადამიანებს და თავად დაზარალებულები, რომლებიც მოგვიყვებიან იმ ისტორიებს, როგორ მოხდა მათთვის ნივთების ჩამორთმევა.